ლოცვამდე გავიხსენოთ ღვთისგან ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ბიბლია ფილიპელთა 4:6-7-ში ამბობს, არაფერზე იდარდოთ. ყველა სიტუაციაში უბრალოდ უთხარით ღმერთს თქვენი თხოვნები ლოცვაში და აუცილებლად მადლობა გადაუხადეთ მას. მაშინ ღვთის მშვიდობა, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე ჩვენი გაგება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას იესოს მეშვეობით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ღამით, თქვენი საზრუნავის ნაცვლად, ღმერთს მიანდეთ ისინი. რაც არ უნდა გიმძიმდეთ გულში, უთხარით მას ამის შესახებ ლოცვაში. მადლობა გადაუხადეთ მას უკვე მომხდარი სიკეთისთვის და ყველაფერი დანარჩენი მას მიანდეთ. როდესაც ამას გააკეთებთ, მისი წარმოუდგენელი სიმშვიდით იქნებით მოცული. ეს არის სიმშვიდე, რომელსაც ამ ქვეყნად ვერაფერი მოგცემს. რატომ უშვებს ღმერთი სირთულეებს? ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოდ გეჩვენებათ. მაგრამ მეფე დავითმაც კი თქვა, კარგია ჩემთვის რომ ვიტანჯე, რომ ვისწავლო შენი წესები. უცნაურად ჩანს. როგორ შეიძლება პრობლემები იყოს კარგი? მაგრამ გაითვალისწინეთ შემდეგი, განსაცდელების გარეშე ვერ გავიგებდით, რამდენად გვჭირდება ღვთისთან დასწრება. ავადმყოფობის გარეშე ვერ გავიგებდით მისი განკურნების ძალას. საჭიროების გარეშე ვერ დავინახავდით, რომ ის ყოველთვის იზრუნებს ჩვენზე. ჩვენი სირთულეები დროის ფუჭად კარგვა არ არის. იაკობის 1:2-4 მოგვიწოდებს, გავიხაროთ, როდესაც გამოწვევებს ვაწყდებით. რატომ? იმიტომ, რომ ეს განსაცდელები აძლიერებს ჩვენს რწმენას. ისინი გვასწავლიან შეუპოვრობას. და შეუპოვრობა ღვთის მომწიფებულს და ძლიერს ჩვენ არაფერი მნიშვნელოვანი არ გვაკლია. დღეს თქვენი ყველა სირთულე არ ყოფილა ამაო. ისინი შინაგანად გცვლიან და აძლიერებენ თქვენს რწმენას. როდესაც გიჭირთ, ადვილია იკითხოთ, რატომ მე? მაგრამ ზოგჯერ ღმერთი სწრაფ პასუხებს არ იძლევა. ის უბრალოდ გთხოვთ, რომ ენდოთ მას მოლოდინში. გახსოვდეთ, კეთილია უფალი ის ჩვენი თავშესაფარია გასაჭირში და იცნობს მათ, ვინც მას ენდობა. თქვენ შეგიძლიათ ყველა თქვენი ტვირთი მის ფეხებთან დადოთ, რადგან ის აიტანს იმას, რის იატანაც თქვენ არ შეგიძლიათ. ღმერთი ჩვენ სირთულეებს იყენებს, რათა მოგვამზადოს რაღაც დიდისთვის. მას სურს, რომ გავხდეთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მისი კეთილი საქმეებისთვის. ის გვაშორებს თავდაჯერებულობის ჩვევას და გვავსებს თავისი სულით, რათა ჩვენი ცხოვრება მისთვის ბრწყინავდეს. იესომ თქვა მათე 5:16, თქვენი ნათელი ბრწყინავდეს სხვების წინაშე, რათა დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი. ყოველი განსაცდელი, რომელსაც გადაიტანთ, სხვებისთვის დამოწმებად იქცევა. დაისვენეთ დღეს, იცოდეთ, რომ თავად ღმერთი გიყვართ, ხედავთ და გიტარებთ. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, მარტო არ იქნებით. მოდით, ერთად ვილოცოთ ახლა. ზეციერ მამაო, მე გაძლევ ყველა ჩემს ტვირთს. ხშირად ვცდილობდი იმის ტარებას, რის იატანაც არ შემიძლია. ვცდილობდი ყველა ჩემი პრობლემის გადაჭრას და იმის კონტროლირებას, რაც ჩემს ძალებს აღემატება. მე ვირჩევ, ყველაფერი შენს ფეხებთან დავამატო. ყველა საზრუნავი, ყველა შიში, ყველა ჩემი შფოთვა შენს ხელში ვაბარებ. შენ ჩემზე ბევრად უკეთ ზრუნავ, ვიდრე ოდესმე წარმომიდგენია. უფალო, შემახსენე, რომ შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. შენ იცი, როგორ გამოავლინოთ კივილისგან სილამაზე. მასწავლე სრულად ვენდო შენ. ჩემი რწმენა შენს დაპირებებს ეფუძნება, რადგან შენ ყოველთვის ერთგული ხარ. ვაღიარებ, რომ ხშირად მოთმინება მაკლია. მინდა ვიცოდე, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. მაგრამ შენ მითხარი, რომ რწმენით მეცხოვრა და არა იმით, რასაც ვხედავ. დღეს მე ვთმობ კონტროლის სურვილს. შენს გეგმას ვემორჩილები. შენ ყველაფერს ხედავ და იცი ყველა პრობლემის და ყოველი ხანგრძლივი ლოდინის მიზეზი. დამეხმარე, უბრალოდ დავისვენო ამ ჭეშმარიტებაში. უფალო, გმადლობ, რომ ჩემმა პრობლემებმა გამაძლიერა და შენთან უფრო ახლოს მიმიყვანა. ამ სირთულეების გარეშე ვერ გავიგებდი, რამდენად გიყვარვარ. ნაკლის გარეშე ვერ გავიგებდი, რამდენად გულუხვად მათვდი. სისუსტის გარეშე ვერ ვიგრძნობდი შენს სამკურნალო ძალას. მამაო, როცა დაღლილი ვარ, შემახსენე, რომ იესომ განკურნა თავისი ჭრილობებით. როდესაც ფული მაკლია, შემახსენე, რომ შენ ხარ ჩემი მომწოდებელი. როდესაც თავს მარტოსულად ვგრძნობ, შემახსენე, რომ შენ არასდროს მიმატოვებ. გამაძლიერე რწმენა, რათა დავიჯერო, რომ ყველა ჩემი პრობლემა მომწიფდება და დამეხმარება უფრო მეტად შენზე დაყრდნობაში. დამეხმარე სიხარულით გამძაფრებაში. მაშინაც კი, როცა არ მესმის, რატომ შენს გეგმას ვენდობი. გთხოვ, რომ ჩემი ლოცვები სავსე იყოს არა სასოწარკვეთილებით, არამედ შენი ძალის ნდობით.
მასწავლე ვთქვა, იყოს როგორც შენ გნებავს, არა როგორც მე მნებავს. მაპატიე, უფალო რომ ვცდილობ კონტროლის აღებას. მაპატიე რომ შენ სიბრძნეზე მეტად საკუთარ ჭკუაზე ვარ დამოკიდებული. მაპატიე რომ შიშს ჩემი რწმენის დახრჩობის საშუალება მივეცი. დღეს ვირჩევ სრულად ვენდო შენ და შენ სიბრძნეს დავეყრდნო. ყველა დარჩენილ საზრუნავს შენსკენ ვაბარებ, რთულ ურთიერთობებს შენს მზრუნველობას ვანდობ. ყველა ჩემს საიდუმლო ბრძოლას შენს ხელში ვაბარებ. მასწავლე რომ ყველაფერი შენთან ლოცვითა და მადლიერებით მოვიტანო იმის რწმენით, რომ შენი სიმშვიდე დაიცავს ჩემს გულსა და გონებას. იმის ნაცვლად რომ იკითხო რატომ მტკივა და მეხმარე რომ ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ ვინ ხარ შენ. შენ ხარ ჩემი დაცვა, ჩემი თავშესაფარი ქარიშხალში. ყოველი განსაცდელი იყოს შესაძლებლობა უკეთ გაგიცნო და დაინახო როგორ მოქმედებ. მე შენს წინაშე ვაბარებ ჩემს ყველა შიშს, იმედსა და ოცნებას. შენ ხარ კეთილი მამა, რომელსაც ჩემთვის საუკეთესო სურს. შენს თანდასწრებით ვისვენებ და მთელ დიდებას შენ გაძლევ. ამინ.